Короче, დღეს იყო ყველაზე იდეალური დღე ტრეიდინგისთვის, საგემბლოდ რა თქმა უნდა. გემბლერებისთვის არის, რა ვიცი, საოცნებო დღე ესეთი დღეები. აი ერთ წუთიანზე რო გადავიდეთ, ვაფშე იდეალურად დავინახავთ აქ ყველაფერს. აქედან ალბათ გავონგავდით, აქედან გაშორტავდით, მე აქედან ისევ გავონგავდით, აქ სადაც შორტსაც იპოვიდით. აი ესეთ მარკეტებზე ესეთ რაღაცას რო დაამსგავსა, უნდა მოიყვანო ტრამპი დასვა და მთელი დღე სანთელ თითო წუთი უნდა აყურებინო აი ესეთ საზიზღრობას, რასაც მარკეტი აკეთებს. ამ ბოლო თვეებში უკვე. დღეს უბრალოდ პიკი იყო. ანუ 90%-მა დღეს ვინც დაატრეიდეთ, ხართ უბრალოდ გემბლერები რა. ერთადერთი სეტაპი იყო დღეს, სადაც შეგეძლოთ ტრეიდის გახსნა. ნუ ბულში არის მარკეტი, რა თქმა უნდა და ჩვენც უნდა ვიყოთ მარკეტზე ბულიშები, რასაც გვეუბნება მარკეტი, ის უნდა გავაკეთოთ. რაც მთავარია, ეგ არის. უნდა წავიკითხოთ მარკეტი და რეაგირება უნდა გქონდეს იმაზე, რასაც უშუალოდ გვეუბნება. 15 წუთიანზე თუ გადავალთ, ხედავთ ამ low-ებს, აი აქ გქონდა SMT ES-თან რა. ES-ზე იყო SMT და 1 წუთიანზე თუ გადავალთ, აი აქაც საათზე 4 საათიანი სანთლის გახსნაზე ქონდა ნიუსებიც და ერთადერთი სეტაპი რაც მოგცა დღეს, ეგ იყო რა. 4 საათიანის გახსნის შემდეგ 4 საათიანის манипуляცია გააკეთა აქ low აიღო internal liquidity plus SMT ქონდა 15 წუთიანზე აქედან სტრუქტურა შეცვალა order block-იც და ტოვა და plus gap-ის დააინვერჟენა რა და ამ ინვერჟენზე შეგეძლო შესვლა გაკრას 50%-ზე რო შესულიყავი 50%-ზე შეხვიდოდი stops დააყენებდი low-ების დაბლა და აქედან პირველი თარგეტი გექნებოდა ეს ადგილი, რადგან კონსოლიდაცია მარკეტზე და მეორე თარგეტი გექნებოდა უკვე აქ, ლონდონის high. აქ 90% დარწმუნებული ვარ რაღაც უაზრო ტრეიდში შევიდა, რომელიც წაგებით დამთავრდა. მერე ქვევით ნახა რაღაც ტრეიდი ისევ. იქაც წააგო და დარწმუნებული ვარ ესე არ დააკვირდებოდა 90% ჩარტს და ნუ ზოგადად დღევანდელ დღეს და ესეთ მდგომარეობაში როცა არის მარკეტი მით უმეტეს არ უნდა დაატრეიდო რა, არ უნდა იტრეიდოს ნორმალურად ტრეიდერმა. ყველაზე კარგი ვარიანტი რაც შეიძლება ამ დღეს გააკეთო, არის უბრალოდ ან შეეშვა და საერთოდ გაჩიშო ჩარტები, ან კიდე უბრალოდ დაждდე და ისწავლო რა, იმიტომ რომ ესეთი დღეები, სატრეიდო დღეები კი არ არის, მაგრამ ბევრ რამეს გასწავლის რა, გასწავლის იმას თუ რატო არ შეიძლება იყოს ყველა დღე სატრეიდო და რა შეიძლება რომ მარკეტიდან ახალი ვისწავლოთ. ზოგადად ესეთი დღეები გასწავლის მოთმინებას რა, ან ახალი ტრეიდერი თუ ხარ, ესეთ დღეებში მარკეტზე უნდა იყო პირიქით და უნდა დააკვირდეთ ჩემი აზრით. იმიტომ რომ ესეთ დროს ძალიან ბევრ რამეს სწავლობ. თუ რა თქმა უნდა, ცუდი ჩვევები უკვე ჩამოყალიბებული არ გაქვს და მუდამ buy და sell-ის ღილაკის დაჭერას არ ცდილობ რა. სულ ეს იყო დღეისთვის, თუ გინდა რომ ჩვევები გამოისწორო და კარგად შეგეძლოს ჩარტის დანახვა, კარგად შეგეძლოს ტრეიდი, შემოდი ჩემთან Discord-ზე და იქ გასწავლი ყველაფერს დეტალურად.